და ახლა მინისტრების ერთი უჩვეულო დღე სპეციალურად კურიერის კამერისთვის უწყების პირველმა პირებმა რიგითი თანამშრომლების საქმე შეითავსეს, ხოლო დღეს თქვენ ნახავთ როგორ ასრულებენ კაბინეტიდან გამოსული მინისტრთა კაბინეტის წევრები იმ საქმეს, რომლის წარმატებაზეც მათი უწყებები არიან პასუხისმგებელი. დაიწყო სამუშაო დღე. მე მგონი ცოტა დავაგვიანე. ჩემი კოლეგები უკვე შუა საქმეში არიან. ეკონომიკის მინისტრის კოლეგები დღეს საკონსერვო ქარხნის თანამშრომლები არიან. მე დღეს პირველად ვაკეთებ მანდარინის ჯემს. მე ცაცია ვარ თან, ამიტომ შენ ცაცია ხარ? ცაციობას მინისტრისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეუშლია. მე რაღაც მომეწონა ეს საქმე, ამ სტანციაზე გავჩერდები. ამ დაპირების მიუხედავად ვერაკობალიამ ქარხანაში სამუშაო ადგილი რამდენჯერმე გამოცვალა. სხვათა შორის ხო მარტო ალბათ ვერ მივიტანდი მართალი ხარ. ნელ-ნელა ჩავყაროთ, არ გადაგვესვას. ეს კაი ვარჯიშიც გამოდის დღის განმავლობაში. კუნთების კიდევ უფრო გასავარჯიშებლად ვერაკობალიას ფელამუშის მომზადებაც დაევალა. ვაიმე, თქვენ კუნთები გქონიათ? ქართულ ეკონომიკაშიც შემოქვს ჩემი წილი. ეს ახლა არ ითვლება დაზიანებული, ხო ალბათ? წვენს დიდი ბოდიში. დღეს მე ვარ ჩვეულებრივი თანამშრომელი საჯავახლების დაწესებულების. საინტერესოა როგორ ჩაივლის ჩემი დღე, როგორც მინისტრი, არამედ როგორც თანამშრომელი. გამარჯობა. ხათუნა კალმახელიძემ სამუშაო დღე რუსთავის მე-16 კოლონიაში დაიწყო. ეხლა ვიზუალური შემოწმების გავუვლით. როგორც ყველა თანამშრომელი ციხეში შესვლის წინ მინისტრის დაათვალიერეს და მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. ეს მე ტელეფონი აქ იქნება. ახლა სხვა უნდა გადმოვიბარო ჩემი თანამშრომლისგან. სულის გადაბარების შემდეგ გრძელვადიანი პაემნების ოთახი რეჟიმის უფროსის როლში შესულმა ხათუნა კალმახელიძემ საკუთარი ხელით მოაწყო. Аконт აქ არა, ალბათ ჯობი აქ დავახოდროთ. მოამზადეთ მჟავრდებული ბერიშვილი ხანგრძლივი პაემნისთვის. საგებია ამზადებ და გადმოვიყვანთ. ახალი წლის ღამეს გრძელვადიან პაემაზე მისული ოჯახის წევრები მინისტრმა როგორც რეჟიმის უფროსმა ოთახამდე მიაცილა და თავად საკუთარი მოვალეობის შესრულება განაგრძო. ხართ ნამყოფი უკვე პაემაზე? ერთხელ. ორჯერ უკვე? ძალიან კარგი. ასე. წავედით. გამარჯობათ. პატივცემულო სტუმრებო, მე ვიქნები დღეს თქვენი გიდი. საქართველოს კულტურის მინისტრის ხილვა ეროვნულ გალერეაში უცნაურად არავის მოეჩვენა. უჩვეულო მისი ამპულა იყო. აი შეგვიძლია დავიწყოთ აქედან, სხვა შორის. ექსკურსია მე-20 საუკუნის შედევრების კოლექციაში გიდმა ნიკო ფიროსმანის მემკვიდრეობით დაიწყო. მოხერხებულად გამოიყენა ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება და პირველ რიგში იმის გარკვევა შეეცადა, რამდენად მომზადებულ პუბლიკასთან ჰქონდა საქმე. ფიროსმანზე ზოგადად რაქსმენიათ. მე ვიცი რომ მას ორთაჭარი ქალები მოწონათ. მობრძანდით რა, ცოტა თავისუფლად იყავით. მე თქვენ სავის სტუმარი ვარ, მართლა გიდი კი არა. კულტურის მინისტრისა და ეროვნული გალერეის ექსკურსია მძღოლის კამპანიაში მე-20 საუკუნის შედევრების ტური 1 საათს გაგრძელდა. ნელა ნახათან, ნელა არ დაეჯახო ნახათ. დამთვალიერებლების რიცხვმა თანდათან იმატა და გიდი როლში ბოლომდე შევიდა. იმის მიუხედავად, რომ მსახიობობაზე არასდროს უოცნებია. არ მინდოდა არასოდეს მსახიობობა, არ მინდოდა მოცეკვავეობა. განსაკუთრებით ბალეტის. გიდობაზე არ მიოცნებია სხვა შორის. მინისტრობაზე? თემართლე რო გითხრათ არასოდეს. 47 ზომა.
სამი ზომით დიდი რეზინის ჩექმით ინფრასტრუქტურის მინისტრი პირველ უჩვეულო სამუშაო დღეს იწყებს. ეს უნდა გავბურღოთო, წამო. გასაბურღი ახალი გვირაბია, თუმცა რამაზ ნიკოლეიშვილი ამჯერად სამუშაოებს არ შეამოწმებს. ის თავად იმუშავებს მეგზევეების ნაცვლად. ესია ძმაო, სულია მუშაობა. მაგარი. ვაძირი რო იყო, ყველა გვირაბებს გააკეთებდა. აი კასკიანას. გამოტევით რა გავაკეთო? დამავალე უფროსო რამე რა ვქნა? უფროსის მეორე დავალება უფრო რთულად გამოიყურება. ეგეთებზე დავიდა რა ეგეთ მანქანებზე? ველოსიპედზე ვიარე და ამით ვერ გავივლი? ველოსიპედზე ჯდომის გამოცდილება მინისტრს ამ შემთხვევაში არ გამოადგა. საბურღი მანქანის მართვა უფრო რთული აღმოჩნდა. დავიდა. ეს დავამუღა მე ვისწავლე, ის ვისწავლე, პატარა ხელფას მეც მომცემე რამე რო იყოს. საფასურს ერთი სამუშაო დღისთვის გვირაბში მინისტრი შემდეგ ხელფასამდე დაელოდება, თუმცა მიღებულ გამოცდილებას უზრუნველი მომავლისთვის გამოიყენებს. როცა არ მექნება სამსახური, ვიღაცასთან მივოდა ვეწყრო მე. აი გვირაბში ნამუშევარი ვარ მეთქი რა, სიმში ჩავწერ რა. გვირაბი როდის იქნება არ ვიცი. მარტო მუშაობ. რამაზ ნიკოლეიშვილმა ამჯერად მარტო იმუშავა, მაგრამ იქვე გაუჩნდა იდეა დაასაქმოს კოლეგები მინისტრთა კაბინეტიდან. კამერების გარეშე მოვიყვანოთ. ჩინოვნიკები მე და შევარჩიოთ სია და არა მიუშვათ რა. ოღონდ გვირაბი ჩავკეტოთ, რომ არ გამოვიდე ნახე და ვამუშაო. დღეს მეც ფორმა ჩავიცვი, ბოლოს ჩაცმული მქონდა ფორმა 97 წელს. ახალციხის სამხედრო ბაზაზე რომ მსახურობდი. სამხედრო უნიფორმის შემდეგ მანდატურის სამოსი განათლების მინისტრისთვის უფრო კომფორტული აღმოჩნდა. ეს ლამაზი ფორმა გამოვიდა რა. თან კარგი ხარისხის არის. გოგოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის. მოდი შევხედოთ, ნახოთ როგორ მინდის გაკვეთილი. პირველი კლასი. გაკვეთილის მსვლელობა ერთი დღით მანდატურმა შაშკინმა რამდენიმე კლასში შეამოწმა. როგორ იქცევით? არ აბრაზებთ მასწავლებლებს. შემდეგ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ვიდეო კამერებით დააკვირდა. ეს რომელი კლასი არის? კლასი ოქტომბერი. გასართობად გამოსული პირველკლასელები მანდატურს უყურადღებოდ არ დარჩენია. მოდი ზარი დაირეკა, ზარი. დაგვიანებისთვის მოსწავლეებს შენიშვნა მისცა. სულ გარეთ ახარ. თუმცა მინისტრის სტატუსმა სერიოზულად გაბრაზების უფლება არ მისცა. დღეს შევითავსებთ იმ პროფესიას, რის მინისტრის ვართ, ენერგეტიკოსის, ელექტრიკოსის. სამუშაო დღის დასაწყის ელექტრიკოსმა ხეთაგურმა პირველი დავალება მიიღო. ტრანსფორმატორის დადგმა. გააგზელე ცოტა კიდე. ნელა. გაუშვი. ტრანსფორმატორის თავის ადგილზე დადგმა მინისტრმა ადვილად მოახერხა. უფრო რთული მისთვის ჭანჭიკების მოჭერა აღმოჩნდა. აქეთ ფეხი არ მომწეს რაღაცა რა. მაგასაც დაუჭერთ. დაიცადე? გაცილებით რთული ამოცანა სიმაღლეზე ასვლა ალექსანდრე ხეთაგურს წინელოდა. აუ როგორ არ მევასება სიმაღლე და თქვენ რა გითხარით? სიმაღლე? ეგ არის რა. კაბინეტში ჯდომა კი ჯობია, მაგრამ ესეც ხო გასაკეთებელია. თავისთავად. მინისტრობა არა, ეს უკვე დრო მოიტანა. ვაფშე მივარჯიშია კი, სხვათა შორის ამხანაგურ მატჩში. ერთადერთი ქართველი ვარ, ვისაც სამხრეთ აფრიკისთვის 2 ლელო აქვს დადებული. წლების წინ ამხანაგურ თამაშზე მიღებული გამოცდილება მინისტრს ამჯერად არ გამოადგა. მაქსიმალურად ვერ დავიჭე. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ლადო ბარძელაშვილი ნაკრების წევრებს რაგბის სათამაშოდ შეუერთდა.
საქართველოს მორაგბეებისთვის ფეხის აწყობა არც ისე იოლი აღმოჩნდა. დაღლილობის მიუხედავად მორაგბე ლადო ვარძელაშვილი შეეცადა გამოცდილი სპორტსმენებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ხო, ცოტა მყარად დადი. შევიდა. მოკაჩე, ლადო ესე, მოკაჩე, ისე. ერთი უჩვეულო დღე. წინა საახალწლო და სპეციალურად კურიერისთვის მინისტრებმა კაბინეტი დატოვეს და იმ ადამიანების როლში გამოსცადეს საკუთარი თავი, ვისი უშუალო ხელმძღვანელებიც არიან. მგონი კარგად გამომივიდა. იმედია სწორად შევასრულე ყველაფერი. ვეცადე რომ კარგად გამომსვლოდა. დედას ფიცა ვარ. დიდი სიამოვნებით ვიმუშავდი მთელი დღე.